ჩვენ ყველა ვიხილეთ დონალდ ტრამპის მუხარა, რომ ის ცივილიზაციის გაქრობით დაემუქრა ირანს. რა თქმა უნდა, ამ განცხადებამ შეაშფოთა ცივილური საზოგადოების უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებისა, იმიტომ რომ მუხარის მიღმა კონსპირაციულად თუ პირდაპირ თუ ირიბად იკითხებოდა როგორც მინიმუმ ასე იგი არნახული ფართომასშტაბიანი შეტევა, რომელსაც როგორც ტრამპი ამბობს ცივილიზაციის გაქრობაც კი შეეძლო, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ რაღაც დროებით ზავს მიაღწია ირანულმა და ამერიკულმა მხარემ დროებით ცეცხლის შეწყვეტას, ორივე მხარე ამ ზავს გამარჯვებულად აღიქვავს და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რაღაცნაირად ავწდით მოკლედ აი ამ გლობალურ კატასტროფას, ჯერჯერობით მაინც. გამარჯვებოთ მეგობრებო, ეს არის პოლიტიკის ეკო და დღეს სწორედ აი ამ საბედისწერო ღამეზე ვისაუბრეთ განვითარებულ მოვლენებზე, სანამ შეფასებაზე გადავალთ და ანალიტიკაზე. გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი და ამით დაუჭიროთ ჩვენს პლატფორმას მხარი განვითარების პროცესში. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი იყო ტრამპის ეს განცხადება, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი არც ერთ მსოფლიო ლიდერს აქამდე მსგავსი რიტორიკით არ მიუმართავს იგი ომში მყოფი მეორე სახელმწიფოსათვის, რაღაცნაირად ცივილიზაციის გაქრობით ემუქრებოდა. შეგვიძლია ასე საუბარია მე-20 საუკუნეზე და ეხა იქით არ გადავალ. რიტორიკაც ახლა ისეთი იყო, რომ ახლა თუ ვინმე ოპონენტს ემუქრება რაღაცა დაამარცხებს, საშინელ ზარალს მიაყენებს, თუმცა ცივილიზაციის გაქრობა ბევრად უფრო გლობალური მნიშვნელობის ფრაზაა. აი, ცნობილი კუბის კრიზისი რო გავიხსენოთ, როდესაც საბჭოთა კავშირმა ატომური გობინები შეიტანა, ატომური რაკეტები შეიტანა, ესე იგი, გობინები კუბის ტერიტორიაზე და ამერიკულმა დაზვერვამ ეს აღმოაჩინა დაახლოებით 2 კვირის მანძილზე მსოფლიო გაფაციცებით შეყურებდა ვაშინგტონსა და მოსკოვს, რადგან იდგა რეალური საშიშროება ატომური ომისა და ამაზე არაერთი ფილმი გადაუღია და არაერთი სამეცნიერო ნაშრომი დაუწერია და ასე შემდეგ. მის მერე, თუმცა არც მაშინ ყოფილა მსგავსი რიტორიკა ერთმანეთის მიმართ, მის მერე დაახლოებით ესეთი ესე იგი ხმამაღალი ნათქვამი არავის არ გაუჟღერებია, მით უფრო გასაოცარია, როდესაც ამას ეგრეთ წოდებული დემოკრატიის აკუნიდან ვისმენთ, რადგან მსგავსი რიტორიკა დიპლომატიაშიც არამხოლოდ მიუღებელი, არამედ აი ჩვეულებრივ დონეზეც კი სამოქალაქო დონეზეც რო დავიყვანოთ, რბილად რო ვთქვათ, არ იწევს სიმპათიებს, იმიტომ რომ რაც არ უნდა დამნაშავე იყოს პირობითად არსებული რეჟიმი ირანისა, ცივილიზაციის გაქრობა ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი არნახული დანაშაული და ამას თავისი პასუხისმგებლობაც უნდა მოყვეს ზოგადად. არამხოლოდ მის რეალიზებას, რა თქმა უნდა, ღმერთმა დაგვიფაროს, არამხოლოდ ირანი, არამედ მთელი კაცობრიობა, რომ ამას შევესწროთ ნებისმიერი ქვეყნის ან ცივილიზაციის მიმართ. ეს არის კატასტროფა და ამას ახსნა არ აქვს. ასეთი რიტორიკის დამკვიდრებაც კი დანაშაულია, ჩემის აზრით, და მკვეთრი შეფასებას იმსახურებდა, მაგრამ მიუხედავად ესე იგი იმისა, რომ დემოკრატიულ სამყაროში როგორც ამას გვასწავლიან ზოგადად დასავლეთში არის დღეს დაპირისპირება იგივე ევრობიუროკრატიასა და თეთრ სახშორის მაინც მოერიდნენ მკვეთრ შეფასებას, რაც ჩემი აზრით მიუღებელია, რადგან ასეთი რიტორიკის დამკვიდრება პოლიტიკაში და დიპლომატიაში კარგ მომავალს არც საერთაშორისო ურთიერთობებს უქმნის და არც ზოგადად გეოპოლიტიკასა და საზოგადოებას. რომ გადავიდეთ, რა მოვლენები უსწრებდა მოკლედ აი ამ ტრამპის მუხარას, უსწრებდა ის, რომ მათ ვერ მოახერხეს, ჩვენ ბევრჯერ გვითხრა სხვადასხვა გადაცემებში, რომ არ ჩანდა ამ ომის რეალური მიზანი, ანუ რა შემთხვევაში ჩაითვლებოდა ამერიკული სამხედრო ოპერაცია წარმატებულად. გასაგებია, რომ მათ მიაყენეს უდიდესი ზიანი, ანუ ამერიკელებმა და ისრაელის თავდაცვის ძალებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად გაანადგურეს, როგორც ამბობენ, 13,000-ზე მეტი ობიექტი. გაანადგურეს მათი საწარმოო პოტენციალი ირანისა. პრაქტიკულად 1979 წლის შემდგომ ვინც კი ვიცოდით სამხედრო თუ სასულიერო ლიდერები, რომლებიც ქმნიდნენ ირანის პოლიტიკურ და სამხედრო ელიტას, უმრავლესობა 90% განადგურებულია, მაგრამ ჩვენ მივიღეთ დეცენტრალიზებული სისტემა, რომელზეც ბევრ საუბრობენ და ჩვენც ბევრჯერ გვისაუბრია, მივიღეთ რაღაცნაირად უნიკალური პოლიტიკური წყობა, რომელსაც ისტორია უმაგრებს ზურგს
და შედეგად მივიღეთ ის, რომ თუ კი მაგალითად შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური მიზანი იყო ჩინეთის შეკავება ამ დიდ გეოპოლიტიკურ სივრცეზე, თუ კი ამ ომის, ამ სამხედრო ოპერაციის მიზანი ისრაელისთვის იყო ეგზისტენციალური საკითხი. მივიღეთ ის, რომ ირანი თვითონ ქმნის და აკონტროლებს ამ ახლო აღმოსავლურ სივრცეში ქაოსს. ჰორმუზის სრუტეს სრულად აქვს ჩაკეტილი და მხოლოდ მისი ნებართვით თუ შედიან იქ გემები და თუ შედიან ეს გემები არიან ინდოეთის, ჩინეთისა და კონკრეტული ქვეყნებისა, რომელიც ასე თუ ისე ირანის პოლიტიკურ სიმპათიების ქვეშ ხდება, ჩინეთი განსაკუთრებით რა თქმა უნდა, და სოფლიო ეკონომიკაზე გავლენა იმდენად დიდია ჰორმუზის სრუტისა, ჩვენ ყველა ვხედავთ საქართველოში და მათ შორის მთელ სოფლიოში როგორც ვირდება ენერგორესურსები, როგორც ვირდება ნავთობპროდუქტები და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი საგანგაშო სიგნალია და ამით რა თქმა უნდა უფრო მეტი ბერკეტი აღმოაჩნდა ირანს ამ პროცესში ვიდრე შეერთებულ შტატებს და რაც მთავარია. ჩვენ ვახსენეთ წინა გადაცემაში და ახლაც მინდა ვკაფიოთ ვახსენო ამ ომის შედეგად ერთი მთავარი, ესე იგი გეოპოლიტიკური მოცემულობა დადგა. თუ კი აქამდე ამერიკული ბაზები, ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განთავსება, რომელიმე ქვეყანაში ითვლებოდა უსაფრთხოების გარანტიად, დღეს ისეთი მაღალ განვითარებული სახელმწიფოები, როგორებიც არიან გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, საუბარი მაქვს იმ ეკონომიკურ დოვლატზე, რაც მათ შექმნეს, ხო, დუბაი, აბუ-დაბი და ასე შემდეგ, ის ახალი კერები, ბიზნეს კერები, ტექნოლოგიური კერები, ტურისტული კერები, რაზეც დიდი შრომა უფლი დაიღვარა არაბული სახელმწიფოების მხრიდან, დღეს გახდა სამიზნე, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ იქ არის ამერიკული თავდაცვითი ტექნიკა განთავსებული, ამერიკული ბაზებია და პრაქტიკულად მოირღვა ის გეოპოლიტიკური მოცემულობა, როდესაც შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტი განაპირობებდა კონკრეტული სახელმწიფოების უსაფრთხოებას. ეს მოცემულობა დგას, აი ამ მოცემულობის მიღმა, რა თქმა უნდა, ჩვენ ხედავთ, რომ ამერიკული ავიაცია და ისრაელის ავიაცია დომინირებს ირანის საჰაერო სივრცეზე, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 70% როგორც თვითონ ამბობენ, განადგურებულია ბალისტიკური რაკეტებისა, ის რაღაცა მცირე რაოდენობა საკმარისი იმისთვის, რომ ეს კონტროლებელი ქაოსი ირანმა წარმატებით გამოიყენოს იმისათვის, რომ ვერ შეასაღოს ვერც ისრაელმა და ვერც შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს აი ამ სამხედრო ოპერაციის წარმატება. გარდა ამისა, როგორც მოსალოდნელი იყო, სოლიდარობის მომენტი გამოჩნდა არა მხოლოდ შიიტურ საზოგადოებაში, აი მაგალითად თუ კი ერაყში არსებული ანტისაომარი და ანტიამერიკული ან ანტიისრაელის აქციები, მიტინგები, რომელიც დემონსტრაციები იმართება, ამას ლოგიკური ახსნა აქვს, იმიტომ რომ ერაყის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის შიიტური აღმსარებლობის და ის ალი ხამეინიც მათი სულიერ ლიდერად ითვლებოდა. აი ესეთი ქვეყნების მიღმა ჩვენ ხედავთ სოლიდარობის აქტს საკუთრივ ისრაელშიც და თელ-ავივში არაერთი ანტისაომარი დემონსტრაცია გაიმართა და რაც ადგილობრივმა საპოლიციო ჯარებმა საკმაოდ მკაცრი რეაგირებით ჩაახშეს და დღესაც ხდება მსგავსი დემონსტრაციები. განსაკუთრებული აქტივობა გამოირჩეოდა იგივე პაკისტანში, განსაკუთრებული აქტივობა იემენში, სადაც რა თქმა უნდა ჰუსიტები არიან განთავსებული. მოკლედ ეს პროცესი, ეს ომი, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯერჯერობით არა მასშტაბურად, თუმცა საკმაოდ შთამბეჭდავად გასცდა ირანის საზღვრებს. საგულისხმო იყო ასევე ის, რომ გავრცელდა ამბავი ამერიკელი პილოტის ევაკუირებისა გასაოცარი სპეცოპერაციის შესახებ, რომელზედაც მთელი მსოფლიო რაღაცნაირად ერთი ენაზე ალაპარაკდა. თვითონ შეერთებულმა შტატებმა მისცა ამის საფუძველი, თუმცა რამდენიმე კითხვა იყო ამ სპეცოპერაციაშიც, მაგალითად ირანელები ამბობდნენ, რომ ეს არ მოხდარა და პილოტი არავის არ გამოთავისუფლებია. მერე გაირკვა რაღაც ფოტო, რომელიც გავრცელდა თურმე ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული. თვითონ ეს ციფრები, რასაც დონალდ ტრამპი აჟღერებს, 155 თვითმფრინავის 4 ბომბდამშენი, 64 გამონადგურებელი, საკმაოდ ისე პომპეზურად და მას რო შეეფერება, გაბერილად გამოიყურება. მოდი ჩვენ იმაში არ შევიდეთ მართლა განხორციელდა თუ არ განხორციელდა ან როგორ განხორციელდა სპეცოპერაცია. ჩვენ უბრალოდ აი მისი მარკეტინგული მიზანი დავინახოთ, აი ამ სპეცოპერაციის, აი საოცრად შესრულებული როგორც თვითონ ამერიკელი ამ სპეცოპერაციით, რაღაცნაირი მესიჯი მისცა მსოფლიოს, რომ ჩვენ ერთ ჯარისკაცსაც კი არ ვტოვებთ და ჩვენ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ესეთი სპეცოპერაციები, ისე რომ მტრის ზურგიდანაც გამოიყვანოთ ჩვენი მეომრები.
და გარკვეული რაღაცა მარკეტინგული იმიჯის ფორმირება დაიწყო, ისევ და ისევ ამერიკული უძლებელობის გასაძლიერებლად, აი ამ იმიჯის გასაძლიერებლად და ამას შემდეგ უკვე მოყვა ეს მუხარა, რომ გახსენით ეს სრუტე თუ არა ცივილიზაცია გაქრება. შემდეგ იყო ზავი. ეს ზავი ორივე მხარემ გააფორმა წარმოუდგენელად გამარჯვებად. გასაგებია, რომ ტრამპს სჭირდებოდა მისი აუდიტორიისთვის, სოფლისთვის რაღაცნაირად გამარჯვების შესაღება, იმიტომ რომ ეს ხარჯი, ეს ავანტურა, ეს ხვერპლი ორივე მხრიდან, როდესაც იბომბება ნავთობ გადამამუშავებელი საწარმოები, ამას თავისი დიდი ეკოლოგიური კატასტროფა მოყვება და ეს ჰუმანიტარული კატასტროფა, რასაც ჩვენ ახლა რეგიონში უყურებთ, გვერდზე რო გადავდოთ ადამიანური ხვერპლი, რაც მოყვება ორ მხრივ საუბარ მოქმედებებს, ხო? ამ ყველაფერს თავისი რაღაცა გამარჯვების სიმბოლო იყო საჭირო და ტრამპი ცდილობს თავისი ასე იგი თეთრი სახლის ადმინისტრაციით, მათ შორის ჰეგესეც გამოვიდა ომის მინისტრი და ერთი მესიჯად ყველა ასაღებს, რომ ეს იყო ახალი ადმინისტრაციის მიერ რაღაც საუკუნოვანი პროექტი, ესეთი გამარჯვება შეერთებულ შტატებს დიდი ხანი არ ახსოვს, თუმცა აი რა ტიპის გარიგება განხორციელდა, ამაზე ჯერ არც ერთი არ საუბრობს. ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა იმ პირობებზე, რა პირობებზეც მოხდა შეთანხმება. BBC მას გაასაჯეროა ცნობილი 10 პუნქტი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეწყდება ცეცხლი ყველა მიმართულებით, მათ შორის ლიბანისა და იემენის მიმართულებით, ანუ სამხედრო ოპერაციები, რასაც ახლა ისრაელი აგრძელებს ლიბანის მიმართ და ნეთანიაჰუმ ახსენა კიდევაც, რომ შეთანხმება ლიბანს არ ითვალისწინებდა და ტრამპს დაადასტურა სხვათა შორის ნეთანიაჰუს ეს ასე განაცხადი, რომ ლიბანზე ცეცხლი არ შეწყდება, თუმცა ირანის მხრიდან, როგორც ირანი ამას აჟღერებს, შეთანხმება ამაზე იყო მიღწეული, რომ ესე იგი არა მხოლოდ ირანში, არამედ ლიბანსა და იემენშიც მოხდებოდა ყველა ტიპის სამხედრო საომარი მოქმედებების დაუყოვნებლობის შეწყვეტა. ჰორმუზის სრუტეს გააკონტროლებდა ირანი, ასაც ანუ ირანის მხრიდან გაჟღერებულ პოზიციებზე გვაქვს საუბარი. ოღონდ დაწესდებოდა ყველა გემზე დაახლოებით 2 მილიონი დოლარის მოსაკრებელი, აი ყველა იმ გამოვალ გემზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს. ასევე შეერთებული შტატები აღიარებდა ირანის მხრიდან ურანის გამდიდრების პროცესს. მოხდებოდა ირანის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში მხარდაჭერა, განკრიული რეპარაციებზეც იყო საუბარი, როგორც ამბობს. ასევე სანქციების მოხსნა დაუყოვნებლივ ირანის მიმართ, ყველა ეს ეკონომიკური სანქცია უნდა მოხსნილიყო და ირანს უნდა ქონოდა გარანტია, რომ მომავალი ინტერვენცია არ შედგება. საინტერესო შეფასება ჰქონდა იარ ლაჰიდის, ისრაელის ოპოზიციის ლიდერს, რომელიც დიდ კონკურენციას უწევს ნეთანიაჰუს საკუთრივ ისრაელის ამორჩეველში. ისრაელმა ვერ შეძლო საკუთარი როლის შესრულება, საკუთარი ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ჩვენს ისტორიაში მსგავს პოლიტიკურ კატასტროფას არასდროს შევხვედრივართ. არმიამ შეასრულა ყველაფერი, რაც მას მოეთხოვებოდა, თუმცა ნეთანიაჰუმ განიცადა პოლიტიკური და სტრატეგიული მარცხი. მან ვერცეთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. წლებით დასჭირდება იმ ზიანის გამოსწორებას, რომელიც ნეთანიაჰუს თავდაჯერებულობამ, დაუდევრობამ და სტრატეგიული დაგეგმარების არარსებობამ გამოიწვია. ბუნებრივია, ხა ჩვენ კარგად ხვდებით, რომ ამერიკული მხარის მიერ გაჟღერებული საზავო პირობები არ ემთხვევა ირანული მხარის მიერ გაჟღერებულ საზავო პირობებს. შესაბამისად, მათ შორის რაღაც შეთანხმება მყიფია, მით უმეტეს რომ არ ვიცით რაღაც კონსოლიდირებული პოზიცია თუ რა საკითხებზე მოხდა შეთანხმება. ერთ-ერთი რაც არის, ეს არის ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა. თუმცა, აი ყველაზე მთავარი ეგ არის. ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტაში აქვთ განსხვავებული პოზიციები. მაგალითად, თუ კი ირანი საუბრობს იმას, რომ ცეცხლი შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ შეწყდება ყველა ფრონტის მიმართულებით, ანუ იემენსა და ლიბანის მიმართულებით. თუმცა, ჩვენ დღეს გავიგეთ, რომ ესე იგი ლიბანი შეთანხმებაში არ შედიოდა ჰეზბოლას მოქმედების გამო. და ლიბანში ისრაელი ახორციელებს საკმაოდ ფართომასშტაბიან შეტევას, დაახლოებით 30 კილომეტრზე კიდევ უფრო გაზარდა ეს ბუფერული ზონა, რომელიც მისი დისლოცირებულ ჯარისკს ჯარს აქვს დაკავებული. ლიბანში საკმაოდ დიდია, ესე იგი ჰუმანიტარული მსხვერპლი, ამის შესახებ ესპანეთმაც გააჟღერა. მაკრონმაც განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი, რადგანაც გასაგებია ჰეზბოლას მოქმედება, თუმცა მსხვერპლი არის სამოქალაქო საზოგადოებაში, მათ შორის ბავშვები და ასე შემდეგ. ზოგადად ეს თემა აქტუალურია ხოლმე და მინდა რომ რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება. ისრაელის დაბომბვის შედეგად თეირანში განადგურდა ძველი რაფინია სინაგოგა, ეს იყო ისტორიული სამლოცველო. სხვათა შორის შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ირანში საკმაოდ დიდია ებრაული თემი
და ეს არის პასუხი იმისა, რომ რაც არ უნდა მეტად დაპირისპირებული იყოს ცივილიზაციები, ბომბები და რაკეტები არ არჩევენ მსხვერპლის მიზანშეწონილობას სამწუხაროდ, რაც არ უნდა ესე იგი ზუსტი იყოს სადაზვერვო მონაცემები და ჩვენ ნახეთ კიდევ როდესაც ირანში სკოლა დაიბომბა და 150 ბავშვი შეეწირა აი ამ ომს და დაბომბვებს ისრაელისა და ამერიკული იერიშების შედეგად. გარდა ამისა, ისრაელი ანადგურებს ახლა ამ წუთებში მნიშვნელოვან ისტორიულ ძველ ქალაქს ლიბანში, ეს არის ტირი, იბომბება და საკმაოდ ფართო მასშტაბიანად. ასევე ერაყის სამხრეთ პროვინციაში ბასრაში დემონსტრაციები გაიმართა, იმიტომ რომ ქუვეთის მხრიდან მასირებული ცეცხლი იქნა გახსნილი. ერაყის მიმართულებით, შესაძლოა ამ დემონსტრაციების დროს ქუვეთში საკონსულოს დროშა ჩამოხსნეს ერაყელებმა და აღშფოთების საგანი იყო ის, რომ ქუვეთის მხრიდან მასირებული ცეცხლის შედეგად გარდაიცვალა რამოდენიმე ბავშვი ბასრას პროვინციაში. რა თქმა უნდა, ხა მსხვერპლი ისრაელის მხარესაც არის, უბრალოდ აქამდე ჩვენ რატოღაც მიჩვეულები ვიყავით ყოველთვის, რომ აი ისრაელის მხარეს არსებულ მსხვერპლზე ვამახვილებთ ყურადღებას, თუმცა აი ამ ომით მეტნაკლებად ჩვენს პოზიციონირებაში შეიძლება რიგ შემთხვევებში არ გათანაბრებულა, თუმცა დავინახეთ, რომ ადამიანურ მსხვერპლს ეთნიკურობა არ გააჩნია და მით უმეტეს ბავშვებს და ამ სპეცოპერაციის შედეგად პირველად დაიწყო საზოგადოებამ საუბარი, რომ აი ამერიკული იერიშებს მოყვა მაგალითად ირანში სკოლის განადგურება და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეეწირა ამ ამბავს. რა შედეგი მოყვა ამ ომს გარდა იმისა, რომ ეს ეკონომიკური манипуляციებით ირანმა ზეწოლა მოახდინა სოფლიო პოლიტიკაზე და გეოეკონომიკაზე, მათ შორის საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია შეერთებულ შტატებს და ისრაელს, ბევრთვის მოულოდნელად. პირველად ისტორიაში, ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაძლიერდა ანტისემიტური განწყობები. ეს რა თქმა უნდა კარგი არ არის არც საკუთრივ ისრაელისთვის და არც ზოგადად კაცობრიობისთვის, როდესაც რაღაცა ეთნიკური ნიშნით ხდება ადამიანთა მიმართ რაღაც სოფხედულობით ჩამოყალიბება, თუმცა შედეგი ეს გახდა, რადგანაც თუ აქამდე მიჩვეულები ვიყავით, რომ მსხვერპლი სამხრივი იყო და ამას ისრაელი წარმატებით ახერხებდა ხოლმე საერთაშორისო მედიაში ეს პოზიციონირება დაეცვა. აი უკვე ღაზაში განვითარებული მონელების შედეგად და შემდეგ უკვე ლიბანში და დღეს უკვე ირანში ეს პარადიგმა შეიცვალა და ამაზეც ალბათ ბევრი ადამიანი დაფიქრდეს საკუთრივ ისრაელსა და საკუთრივ შეერთებულ შტატებში, ვინც ამ ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას. ფაქტი ის, რომ ამჟამად ისრაელი აგრძელებს ისევ ამ ლიბანის ტერიტორიების დაბომბვას, ნიშნავს იმას, რომ ზავი საკმაოდ მყიფეა და რა დროს რა მოცემულობა შეიცვლება, განსაკუთრებით ხა ტრამპის ფონზე, რომელსაც დამახასიათებელია დღეში რამოდენიმეჯერ გადათქვავს თავისი განცხადება, თუმცა შორის ბევრი ადამიანი ვარაუდობს, რომ ამით საკმაოდ დიდ манипуляციას ახდენს ბირჟაზე და დიდ სარგებლობსაც პოულობს, თუმცა ესეც შეიძლება კონსპირაციად ჩაითვალოს, მაგრამ დღეს უკვე ისეთ სამყაროში ცხოვრობთ, რომ კონსპირაციები რეალობად იქცევა. პრაქტიკულად საქართველოს და კავკასია რჩება ერთადერთ მშვიდობიან ტრანზიტულ მონაკვეთად თელ ამ სივრცეში, ჩვენს ჩრდილოეთით ომია, ჩვენს სამხრეთით ომია. და ომია არა მხოლოდ რაღაცა ლოკალურ ტერიტორიაზე, არამედ ეს ომი გადაჭიმულია ძალიან დიდ ფართობზე და პრაქტიკულად არც ერთი ტრანზიტული გზა აღარ არის დღეს უკვე მშვიდობიანი. გარდა კავკასიის აი ამ მონაკვეთისა და ამ პროცესში ჩვენს მიმართ გეოპოლიტიკური ინტერესიც იზრდება, რა თქმა უნდა, და შემთხვევითი არ იყო ის, რომ რუბიოს არის განხორციელდა, არც თეთრი სახლის ადმინისტრაციის დელეგატის მომავალი წევრობა არ იქნება შემთხვევითი, არ იყო შემთხვევითი, რა თქმა უნდა, არც ალიევის ვიზიტი საქართველოში და ასე შემდეგ და ეს ვიზიტები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება. მე არც ინფორმაცია აქვს ამის, უბრალოდ ლოგიკურად რო ვიმჯელოთ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს აღქმული იმ გეოპოლიტიკური რეალობა, რაშიც გვიწევს ჩვენ პოზიციონირება და მაქსიმალურად ცივი გონებით. დღეს მე არ ვიცი ხა ადამიანების უმრავლესობას აქვს რაღაცა თავისი პოლიტიკური შეხედულება, თუნდაც შიდა პოლიტიკური ნარატივებიდან გამომდინარე და შიდა პოლიტიკური აი ამ დაყოფით რაც ჩვენს ქვეყანაშია, მაგრამ ახლა ჩვენი მოწონებით რომ ვიმსჯელოთ და მოვახდინოთ მასების ეგზალტირება, ეს იქნება შეცდომა. იმედია ხო მივედით იმ დასკვნამდე, რომ ბავშვის და ადამიანის სიცოცხლეს არ გააჩნია ეთნიკურობა და შესაბამისად ეხლა აღშფოთდე ერთის მხრივ იმაზე, რომ უკრაინა როგორ ეწირება რუსეთის ინტერვენციას
და მეორე მხრივ ხმა არ ამოიღო იმაზე, რაც მოხდა ირანში აი ამ სკოლის მაგალითზე, არაადეკვატურია. რა თქმა უნდა, განსხვავებული პოლიტიკური რეალობა და განსხვავებული ისტაბლიშმენტი მართავდა ორივე სახელმწიფოს, თუმცა სოლიდარობის ამბავში და ჰუმანური იდეოლოგიის აღქმაში ამას სხვაობა არ უნდა ქონდეს. ამიტომ რასაც მე უყურებ ხოლმე ხო შეფასებებში როგორც გამოვირჩევი ჩვენი ძირითადი მახასიათებელი არის ჩვენი პოლიტიკური ვიწრო პარტიული იდენტობები და აქედან გამომდინარე ვასკდებით ერთმანეთს და მე ვცდილობ ახსნა ის მოცემულობა რომ რეგიონი არის ქარცეთხში, რეგიონი არის დიდ ომში და ჩვენ ვართ უდიდესი გამოწვევების წინაშე. ამიტომ აი რაღაცა ვიწრო პარტიული ინტერესებს რო არ გადავაყოლოთ, აი ეს ამ ქვეყნის ბედი მოემზადოთ იმისათვის რომ შეიძლება დადგეს ის რაღაცა მნიშვნელოვანი მომენტი, რამაც ამ ქვეყანას გამარჯვება მოუტანოს და ნებისმიერი სვლა რომელიც იქნება ემოციური და რაღაცა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან ნაკარნახევი შეიძლება იყოს დამღუპველი. მოვუფრთხილეთ იმას, რომ ვართ ერთადერთი მშვიდობიანი სატრანზიტო მონაკვეთი და ეს მოცემულობა შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს.